მოგესალმებით, მეგობრებო. ასტროფსიქოლოგიის კურსი გვეწყება 2 აგვისტოს. ამ კურსზე ჩემი საავტორო კურსი არის და ამ კურსზე ძირითადად გავდივართ როგორც თეორიულად ასტროლოგიას, ასევე თერაპიულად. ჩვენ ფაქტიურად ყოველი სესიის პირველი ნახევარი გვაქვს თეორია, ჩემი შედგენილი სლაიდები არის აქ და მე ვხსნი ხოლმე პლანეტების, სტიქიების, სახლების მმართველები რა არის, ასპექტები რა არის, მაგალითად ძლიერი და სუსტი მდებარეობები პლანეტების რა არის, ანუ ყველა იმ ძირითად მნიშვნელოვან ასპექტს ვხსნით, რა ბაზაც არის ასტროლოგია, რაზეც არის დაფუძნებული და ამავე დროს აი ამ პრაქტიკულ ცოდნას გავდივართ ასევე უკვე თერაპიულად. სესიებით, მონაწილეთა პირადი რუკებით და ფაქტობრივად ჯგუფური თერაპიები გვაქვს შემდგომ და ესე არის გადანაწილებული პირველი 2 საათნახევარი თეორიას გავდივართ, მეორე დღის განმავლობაში, მეორე დაახლოებით 5-6 საათი გამოგვდის ხოლმე თითო გაკვეთილი. და ძირითადად ჯგუფური თერაპიები არის და კარმული ასტროლოგიის ნაწილში აქ გავდივართ ხოლმე უკვე მნიშვნელოვან ესეთ ფსიქოთერაპიულ მეთოდოლოგიებს, სხვადასხვა ტექნიკებს და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ფაქტობრივად ვასწავლი ხალხს ჯერ საკუთარ თავზე როგორ იმუშაონ ფსიქოლოგიური ტექნიკებით, კარმული ტექნიკებით, მაგალითად ენერგეტიკული პრაქტიკებით, იმიტომ რომ ჩვენ ვთავთ ყველაფერს ერთად ვიყენებ, ხოლმე მე ყველა მეთოდოლოგიას, მაგალითად რაც კი ჩემ ხელთ არის ცნობილი და პლუს ხდება გაცნობიერება ასპექტების. ანუ ჩემი მთავარი мотиваცია იყო აი ამ სკოლის გაკეთების, რომ როდესაც ჩვეულებრივი სტანდარტული ძველმოდური მოდი ესე ვთქვათ, ასტროლოგია სადაც აღარ მუშაობს, იქ უკვე უნდა ჩაირთვეს თანამედროვე ასტროლოგია. უფრო ფილოსოფიურ დონეზე, იმიტომ რომ ასტროლოგია ეს არის სამყაროს კანონების ენა, ეს არის რაღაც ესეთი უფრო მაღალი ვიბრაციების ინფორმაციას ვეძახი მე, იმიტომ რომ ფაქტობრივად დროსა და სივრცეში ჩანს აქ ადამიანი, ჩვენ შეგვიძლია დაბადების მომენტიდან უკვე მთელი ადამიანის ცხოვრება ხელის გულზე გვეტოს, როგორ რა ენერგიებში იქნება, როგორ განვითარდება, მაგალითად, როგორ შეგვიძლია თერაპიულად ვიმუშაოთ, როგორ გაუგოთ ადამიანს, ხო? როგორ გავარჩიოთ ენერგეტიკები ადამიანების, ხო, სინასტრიას რო ვეძახით, მაგალითად, სინასტრიაში ყველაზე მთავარი ჯერ არის ადამიანების ურთიერთ ენერგეტიკული ცვლა როგორ ხდება და ეს ყველაზე კარგად ჩანს ჯგუფურ თერაპიებში. როდესაც მონაწილეების ინდივიდუალურ ესე სესიებზე გამოდიან, გავდივართ იქ თერაპიას, ხელზე ორიენტირებულ თერაპიას, მაგალითად იქ აურის და ენერგეტიკის ახსნა, მაგალითად ასტროლოგიაში როგორ შეგვიძლია ეს ენერგიები დავინახოთ და მე შეგრძნებაში წავიყვანოთ ადამიანი აი ამ რუკასთან, თავის ენერგიასთან. და ჩემი საზრით ეს კურსი ყველაზე ესეთი ძლიერი პიროვნული განვითარების კურსი არის და მთელი ჩემი 15 წლიანი შრომა მოგჩადებული ამ კურსზე, მთელი ჩემი გამოცდილებები, უამრავი кейსები, რომელსაც ხანდახან გავდივართ ხოლმე ესე ამ კურსზე და ძალიან საინტერესო კურსი არის, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო არის. მოდიან, აი ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან საინტერესო ხალხი, ძალიან ბევრი ადამიანის და მეგობარიც კი გავიჩინე ამ კურსებიდან. და ძალიან დიდი ინტერესით ველოდები ხოლმე შემდგომში, როგორი ჯგუფი შეიკრება, იმიტომ რომ ეს ველის თეორიის ნაწილში ჯგუფს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რა ენერგეტიკის ხალხიც მოდის ხოლმე, მაგალითად, ხო, აი ველში რა ენერგია ტრიალებს, აი იქ მეტის ხოლმე მართლა ჯადოქრობები. და მერეც გვაქვს ხოლმე, ეხლაც გამდის, ეხლაც არის ჩვენ კურსი ასტროლოგიის და აი შემდეგ აგვისტოში შემდეგი ჯგუფი იკრიბება. და ეხაც რო გავდივართ ხოლმე ეს უკვე კავშირი არის, ხო, რომ აი რაღაცა საოცარი ჯადოქრობა დატრიალდა წინა სესიაზე და ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კურსი, იმიტომ რომ ჩემთვის ეს დიდი გამოცდილებაც არის თერაპიული კუთხითაც, როცა აი სხვა ჯგუფს მართავ, ახლა კი მაქვს ხოლმე ზოგადად ჯგუფური თერაპიები, ეხლაც მაგალითად მალე მექნება სელენას გაცნობიერების ჯგუფური ტრენინგი, მაგრამ მაინც აი ამ სახით, როდესაც გავდივართ სასწავლო პროგრამას, ეხლა იქ მაგალითად ისეთ ინფორმაციებს საუბრობთ, რომელიც ეხლა ვიდეოებში არ იწერება ესეთი ინფორმაციები, იმიტომ რომ სასწავლო საერთოდ სხვა არის, სასწავლო
ინფორმაციებში უკვე ბევრად მეტი სიღრმე და ბევრად მეტი გახსნილობაც არის ხოლმე საჭირო აქ თუ რაღაცებს არ ვამბობთ იქ ბევრი სხვა მიზეზის გამო ახლა ჯგუფური სწავლების დროს იქ ბევრად გახსნილები ვართ და ბევრად უფრო დროა იცოდნენ ადამიანებმა მართლა რეალურად როგორ მუშაობს ასპექტები ხო სხვა სიტუაციებში და ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო პრაქტიკა არის ეს ახალი თანამედროვე ასტროლოგია ესე ვეძახი ხოლმე იმიტომ რომ ფაქტიურად თერაპიული პროცესი თვითონ იყოს კურსზე ან მონაწილეების რუკებით და თვითონ რო აი როგორც მანამდე თუ ავხსნით ასპექტს, შემდეგ ვიწყებ ხოლმე თემატურად უკვე რუკის გახსნას, სადაც ამ ასპექტზე არის საუბარი და მე ვიწყებთ უკვე იქ წარსულის გავლას, ბავშვობაში ჩასვლას, მაგალითად, იქ ზოგჯერ არის ხოლმე ესეთი ემოციური შეხვედრები წარსულთან, ამ ენერგიასთან კონტაქტი არის, მე ჯგუფის ხარდაჭერაც არის ხოლმე და აი სუფთა თერაპიულ სასწავლო კურსი არის და ძალიან ორიგინალური შეხედვით ამ ხრივ, რომ ხანერად არ გამოვა, უბრალოდ სწავლა ასტროლოგიის არ მუშაობს აი ჩემი ამდენი წლიანი გამოცდილებით, უბრალოდ ახლა თუნდაც ჩემთან პირად რუკაზე რომ მოდიან, ხო, ახლა ესე არ ვყვები რუკაში რა ხდება, ხო, ზოგჯერ საერთოდ თერაპია მიდის, ხო, აი გააჩნია ხოლმე ადამიანს ეთყობა რა საჭიროებს, ხო, იმ მომენტში და ამისთვისაც ზათ უნდა იყოს მომავალი ასტროლოგი. შეიძლება ასტროლოგი უნდა ადამიანს გახდეს, შეიძლება საკუთარ რუკაზე უნდა უფრო სიღრმისეულად და ოჯახის წევრების რუკაზე. ან უბრალოდ უნდა ამ ცოდნასთან კონდეს შეხება, ხო, ასტროლოგია როგორ მუშაობს. ზოგჯერ თავისუფალი მსმენელებიც ყავს ხოლმე კურსზე, რომ შეიძლება ხა ასტროლოგია ესე არ არის რომ პრაქტიკაში დაიწყონ, მაგრამ აი უბრალოდ უნდათ გარკვეულიყვნენ რა არის პლანეტები, რა არის სახლები, რა არის ასპექტები. რას ნიშნავს პლანეტების სახლებში? აი უბრალოდ უნდათ ცოდნა მიიღოთ და ესეთებიც მოდიან ხოლმე და მგონია რომ ვისაც ამ სამყაროში შესვლა გაინტერესეთ პლუს საკუთარ თავზე მუშაობა ერთ-ერთი საუკეთესო კურსი არის. ამ კურსზე ძირითადად 5 საათი, ცოტა 6-იც გაგვდის ხოლმე, ხა ძალიან ისე მკაცრად საათებს არ ვიცავთ ხოლმე, ჩანაწერი იდება, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღემდე აქვთ წლების წინაც რომ ვინც გაიარა ეს კურსი ეს ჩანაწერი ჯგუფში დახურულ ჯგუფში ხდება ხოლმე ეს Google Meet-ის მეშვეობით ხდება შეხვედრა, მე ვიწერთ ამ ვიდეოს და მალევე იმ დღესვე იდება ხოლმე ჯგუფში, დახურულ ჯგუფში და ესე ვინმეს თუ გააცნეს შემთხვევით, ანუ ეხლა ეს იმდენად დიდი 6-საათიანი ინფორმაციები თავის თერაპევტებით, იმდენად დიდი მასალა არის, რომ აი ამას ხშირად სჭირდება მე გადამეორება ხოლმე და აქედან გამომდინარე ძალიან მოქნილი სისტემა არის. ტექნიკურად გამართული სისტემა არის ამ ხრივ, რომ ჩანაწერიც არის, თუ რამე გამორჩებათ კიდევ შეუძლიათ ნახონ, ონლაინ ხდება ეს ამ კურსის ჩატარება Google Meet-ის საშუალებით. და ჯგუფშიც მიდის ხოლმე მე კითხვების დასმა, ჩათიც ის არის მუშარი, ესე რომ ვთქვათ, კითხვა-პასუხის კუთხე ჩართული ვარ ხოლმე ჯგუფთან და მოკლედ ძალიან საინტერესო კურსი გვაქვს ასტროლოგიის და მე მიხარია რომ საქართველოში არის ესეთი განსხვავებული აბსოლუტურად თან ის ფეტევით მასალაში მშვენივრად ხოლმე არ არის საჭირო ახლა რაღაცა დიდი დრო მნიშვნელოვანი არის რომ მთლიანი ბაზა ქონდეს ადამიანს და ისეთი მნიშვნელოვანი ესენი მისცე რეალური როგორ მუშაობს ხო რეალური ხელშესახები ინსტრუმენტები პლანეტების რომ მე უკვე აი და წაიკითხავს მაგალითად იქ წიგნებიც იქნება ახლა ლიტერატურასაც ვუჩევ ხოლმე როდესაც მე თვითონ ან მუშაობენ იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება წიგნები იქნება უკვე გებულობენ რაზე ელაპარაკი იმიტომ რომ შეიძლება დამოუკიდებლად ახლა ჩვენც ხო მეც ხო ვისწავლე ადრე ასტროლოგია ჩემთვის ვისწავლე ხარავის არ ვისწავლებია და შესაბამისად ბევრი წელი დავკარგე რომ როგორ იყო იცით როცა დავიწყე ასტროლოგიის სწავლა და უკვე უშუალოდ ვეხებოდი ამ რუკებს შემდგომ დავიწყე ფსიქოლოგიის სწავლა, შემდგომ დავიწყე თერაპიები და ნელა საერთოდ სხვანაირად ნახე ეს ასტროლოგიური კომბინაციები, რომ ფსიქოლოგიაში მართლა სხვანაირად მუშაობს და ძალიან დიდი იარაღი არის საკუთარ თავზე, უკვე სიღრმისეულად წერტილოვნად იმუშაო, შენს ტრამვებს ესე რომ ვთქვათ, ხო? იქ მშობლების მოდელზე მაგალითად ეხლაც რომ მოდიან ხოლმე პირად რუკაში, უყურებ რუკას და რომ ეტყვის ადამიანი რომ აი საერთოდ არანაირი ტრამვა არ მაქვს, მშობლების ტრამვა არ ნიშნავს რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა.
შეიძლება უბრალოდ დავაკოპირე მშობლების მოდელი რომელიღაცის და ეს რუკაში ჩანს, ანუ რაც არ უნდა ადამიანს არ კონდეს გაცნობიერებული, ჩვენ შეგვიძლია ეს დავინახოთ. ამ ინსტრუქციებს მე ვაძლევ უკვე მონაწილეებს ხოლმე, რომ აი პირდაპირ იცოდნენ, რომ რამე რო იყოს, რა შეიძლება გამოჩნდეს, რას მიაქციონ პირველი ყურადღება. და თან პრაქტიკასაც გავდივართ იქვე, რომ აჩვენო, რასაც ვამბობ, როგორ სინამდვილეში მუშაობს. და მიხარია, რომ აი ამ კუთხით ძალიან დიდი გზის გავლა მომიწია ამ ყველაფრის ჩემს თავზე გასაგებად, იმ კუთხით რომ შემეცნო ეს სისტემა ასტროლოგიის ამ კუთხით შემეხედა და მთლიანად ვაზიარებ ხოლმე, რაც კი გამოცდილებაში მაგ არ ვზოგავ ნამდვილად, არც თავს, არც მონაწილეებს ხოლმე მაგ. ასე რომ ისაც გაქვთ სურვილი, აი ამ ჩემს უნიკალურ, საინტერესო ჯგუფში მოხვედრის, გელოდებით, იქამდე გთხოვდის, მაგრამ 2 აგვისტოც მალე მოვა და ფაქტიურად თვენახევრიანი გამოდის კურსი, ცოტა შემჭიდროვებული, შაბათ-კვირის ჩათვლით. ერთი შაბათი, ერთი კვირა, ერთი კვირა დღე იქნება, მერე ერთი შაბათ-კვირა, მერე კვირა დღე და ესე გადავანაწილე ყველაფერი Facebook-ზე არის, Instagram-ზეც არის. გრაფიკიც არის, რას გავდივართ იმისი დახასიათებაც არის, მოკლედ ყველანაირი ინფორმაცია დევს, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ, შემეხმიანოთ და მიიღეთ მონაწილეობა ამ საინტერესო გამოცდილებაში. მოკლედ დროებით, მეგობრებო.